იქნება თუ არა გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები 14-15 დეკემბრის სამიტზე თბილისში საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინებია. მმართველი გუნდი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაში დარწმუნებულია. პოზიტიურ მოლოდინებს ქართული ოცნება ევროპელი ლიდერების გზავნილებით და ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებით ამყარებს, რაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაშიც აისახა. გახდება თუ არა უკრაინის საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობა შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვისაც. ამ საფრთხეს ხელისუფლება გამორიცხავს განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო გარკვეულ რისკებს მაინც უშვებს. როგორია პროგნოზები მმართველ პარტიაში და ოპოზიციურ ფლანგზე? თათია მაყაშვილი განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. თათია. დიახ, თამთა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდამჭერი გზავნილები გააჟღერეს და ასევე საკმაოდ ოპტიმისტური არის ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მათ მომდევნო 2 დღეში მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უჭირთ პროგნოზის გაკეთება. ოპოზიცია ამის მიზეზად ასახელებს ვიქტორ ორბანის პოზიციას. მოგეხსენებათ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია არის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები მისი ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და აქედან გამომდინარე ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლებელი არის ვიქტორ ორბანის ამ პოზიციამ იმოქმედოს საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზეც და აისახოს უარყოფითად. ამასთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერი გზავნილების საპასუხოდ თავადაც მისწერა უცხოელ პარტნიორებს წერილები, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის მიუხედავად ოპოზიციის ნაწილის პოზიცია არის, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოსთან დაკავშირებით იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ამ სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი. მე მინდა რომ ეს იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თუმცა არც იმას არ გამოვრიცხავ და არის მცირედი შანსი იმის, რომ გაფართოების ტალღაში, ვინაიდან ჩვენ ერთად ვიყავით მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, რომ ორბანის პოზიციამ დაბლოკოს მთელი გაფართოების ტალღა. ამისი მცირე, მაგრამ შანსი არსებობს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ესე არ მოხდება საქართველოს შემთხვევაში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფორმალიზება უკვე კანდიდატის სტატუსის მოხდეს, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება იქნება ზუსტად საქართველოს მოქალაქეების ნების შესაბამისი გადაწყვეტილება. არ არის მარტივი პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ მათ შორის საჯარო კომუნიკაციაშიც უკვე გარკვეულმა ქვეყნებმა დააფიქსირეს სკეპტიკური მოსაზრებები. აქ საუბარი არ არის მხოლოდ უნგრეთზე და ორბანზე. იმედი მაქვს, რომ მათ შორის ამ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე ქართველი ხალხის პროევროპული განწყობების გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი. სიტუაცია ძალიან მძიმეა. დღეს საქართველოს ქართველი ხალხის ძალისხმევიდან გამომდინარე საერთო დინებას მიყვება, ეს უნდა გვესმოდეს. სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ რეფორმები არ გაატარა, საბოტაჟში იყო თავიდან ბოლომდე კანდიდატის სტატუსთან, დამსახურებით კი არ გვაქვს, ევროპელების კეთილინებით გვაქვს ის შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ პოზიტიურად დამთავრდება ჩვენთვის ეს საკითხი. ჯობია იმედი გქონდეს, იმიტომ რომ რამე გასაფუჭებელი და დასაშავებელი თუ იყო, აქამდე უკვე ჩავიდინეთ და ამის მიუხედავად, რადგანაც შანსი კიდე არსებობს და შანსი რეალურია, მე მგონია რომ ბოლომდე მივა ეს საქმე. გეოპოლიტიკური მოცემულობა, რეალური სულისკვეთება, რასაც ხედავენ ქართველებში, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორები, მაგრამ ამ ყველაფერს დავიდანებოთ. მნიშვნელოვანია და ახლა ძალიან ღიმილის მომგვრელია ყველა ერთმანეთს რო აბრალებს, რომ აი შენ არაფერს არ აკეთებ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროპელი პარტნიორების პოზიციები იმის ნიშანი არის, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ შეესრულებინა 12 რეკომენდაცია. ამასთან ერთად მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნაც არის იმის ნიშანი, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი გზა გაიარა. ამასთან ერთად დღეს მმართველ გუნდში უპასუხეს ოპოზიციის ნაწილის მოლოდინებს მომდევნო 2 დღეში მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვიქტორ ორბანის პოზიცია არ წარმოადგენს საფრთხეს და ოპოზიცია ცდილობს ამ საკითხით სპეკულირებას, იქიდან გამომდინარე, რომ შარშან, როდესაც საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ელოდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას,
საქართველოსთან დაკავშირებით ამ ორი ქვეყნისგან გამიჯნულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მმართველი გუნდი ახლაც არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს უკრაინასთან მისაღებ გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და უნგრეთი ერთმანეთთან შეთანხმდებიან. ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ უნდა აისახოს საქართველოს თემაზე. მით უმეტეს, რომ შარშანელი გამოცდილებაც გვაქვს. თუ შარშან გამიჯნეს, ეს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინც-მაინც ერთ კალათში იყოს, ასე ვთქვათ, მოთავსებული უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. და შესაბამისად სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით შეიძლება დააბკოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს ასე არ არის. ასეთი ფორმულა ცალკე ხალხი და ცალკე ესე არჩეული ხელისუფლება მთავრობა არ არსებობს სოფლიოში და ვინც ამ ფორმულას იმეორებს, რასაკვირველია მიმართულია თელი მისი ძალისხმევა იმისკენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მაგრამ არის მეორე საკითხი, კიდე რა განაცხადა იგივე ვარხეიმ, რა განაცხადა ბორელმა და წერტილი დაუსვა საერთოდ აი ამ სპეკულაციებს და ამ ხეპრულ ფორმულას. ორბანი არის იმ ქვეყნის ლიდერი და ის ლიდერი, რომელიც საქართველოს დაუჭერს მხარს და საქართველოს შესახებ იბრძოლებს, ანუ ეს არის საქართველოს ერთგული დამცველი და მისი კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან ეს განპირობებულია მათი შიშით, რომ საქართველო ნამდვილად მიიღებს სტატუსს და ისინი ამგვარად ცდილობენ ორბანის დისკრედიტაციას. რაც შეეხება დამსახურებას, ევრორეფორმების თუ ევროინტეგრაციისაკენ გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი საქართველოს 2 წლის წინაც ჰქონდა. ასე რომ ეს ჯერი მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა. დაიწყება თუ არა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი. სავარაუდოდ მომდევნო 2 დღეში გაირკვევა. მომდევნო 2 დღეში იმსჯელებს ევროკავშირი გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ამასთან ერთად კი გულისხმობს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას იმისთვის, რომ უკრაინა გაწევრიანდეს ევროკავშირში. მოლოდინები კი, როგორც უკვე აღნიშნე, არის საკმაოდ განსხვავებული ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლებელი არის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უარყოფითად აისახოს საქართველოსთან მიმართებაში. ოპოზიციამ ვარაუდს გამოთქვამს ვიქტორ ორბანის პოზიციიდან გამომდინარე, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანის პოზიცია საფრთხეს არ წარმოადგენს და ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. მადლობა თათია მაყაშვილმა გაგვაცნო ევროპული სამიტის ხვალინდელ სამიტამდე პროგნოზები და წინასწარი განწყობების